რა შედეგებს მოიტანს კომისიის მუშაობა. და მე აი შედეგი ვის როგორ გამოადგება თვითონ მსმენელმა გადაწყვიტოს ხო? ძალიან ბევრი წახნაგით შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ბევრი მიმართულებით შეიძლება შედეგები წარმოვიდგინოთ, მაგრამ თუ კომისიამ დადო ესეთი დასკვნა, რომ საქართველოს ბრალი უпроსურად ისინი საქართველოს ბრალს არ იტყვიან ხელმძღვანელობის პარტიის ვინ გამოიყენებს ამ დასკვნას? საქართველოს რა მაგითი? საქართველოს მაგითი ექნება შედეგი ის, რომ ჩვენ კი არა, ჩვენი შემდგომი თაობებიც ვეღარ განაცხადებენ პრეტენზიას სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის ტერიტორიაზე. და რატომ გეტყვით? თუ დასკვნა დაიდო ასეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო, საქართველოს პრეზიდენტი ეს იგულისხმება საერთაშორისო სამართალში პრეზიდენტი ასახიერებს ქვეყანას. აქ გაყოფა რომ პრეზიდენტმა დააშავა და ქვეყანა, მაგრამ ეგ გამორიცხულია. ხო და თქვა დადეს ასეთი დასკვნა. მაგ შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს აღიქვამს უკვე როგორც აგრესორს. ახლა დაიწყეს იგი აგრესორი ხარ, ხო? და თუ აგრესორი ხარ, აი შენი აგრესიის შედეგად მომხდარი ომის შედეგებს ისევ შენ აგებ პასუხს. და შენ არავითარი უფლება აღარ გაქვს, რომ შედეგებს გადახედო და დაკარგე, ხო? ტერიტორია წაგართვეს, ტერიტორია შენ დაიწყე ომი, წაგართვეს ტერიტორია, შენ უფლება აღარ გაქვს ის ტერიტორია მოითხოვო. როდესღაც თქვა აღადგინო ესე იგი პატრონობა იმ ტერიტორიებზე. აღარ გაქვს მაგის უფლება. ესეა მაგალითად კალინინგრადი რომ არის, ხო? კენიგსბერგი იყო გერმანიის ქალაქი იყო, გერმანიის ტერიტორია. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, გერმანია იყო აგრესორად იქნა ცნობილი, აღიარებული და კალინინგრადი დაიტოვა რუსეთმა. როგორც ოლქი. და გერმანია დღეს ხმასაც ვერ იღებს იმაზე, რომ ხო დამთავრდა, ამდე იხნის წინათ ომი დამთავრდა, ხო შევრიგდით, ხო დაგვიბრუნეთ, ხმასაც ვერ წამოიღებენ ხმას. იგივე დაემართება საქართველოსაც, თუ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ომი საქართველოს ბრალია. აი ესეთი შედეგები გვექნება. ხა დანარჩენი მოდი ხალხმა თვითონ განსაზღვროს, ვის აწყობს ესეთი შედეგი. თუ ვის რას ემსახურება ეს კომისია? პასუხი უკვე მაგაში დევს, ხო?